სტატისტიკური მონაცემებიც კი გვამცნეს, რომ თურმე 9000 ადამიანით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა. ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა? მიგრანტების ხარჯზე დაიზარდა, იმიტომ რომ ერთია იქ სტატისტიკური მონაცემები და მეორეა მაგალითად, აი თქვენ რო ჩახვიდეთ ახლა სადღაც თქვენს სოფელში, თქვენ რო ჩახვიდეთ თქვენს ქალაქში, თქვენს უბანში და დაიწყოთ ვინც გახსოვთ იმ ადამიანების ჩამოთვლა. აი მაგალითად ჩემს ბაბუა ჩემი სოფელში ბავშვობაში აი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ეს. ამ ოჯახში იყო ამდენი ბავშვი, ამ ოჯახში იყო ამდენი ბავშვი, ამ ოჯახში იყო ამდენი ბავშვი. ეხლა თქვენ რო იგივე რაღაცით დაკავდეთ, აღმოაჩენთ რომ ნუ პრაქტიკულად ცარიელია თქვენი სოფლები, ცარიელია ჩვენი უბნები. სტატისტიკისთვის, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ, კაც პატარა ერი ვართ ახლა, ვიცით ერთმანეთს ვიცნობთ, რომ საქართველოსდან ხდება მასიური მიგრაცია პირველ რიგში ქართველების, ეთნიკური ქართველების და თუ საქართველოს მოსახლეობა იზრდება, ესე იგი იზრდება ვიღაცა ჩამოსულების ხარჯზე და ქუჩაშიც ხო ამჩნევთ ახლა არაერთხელ გვისაუბრე ამაზე, ხო? აი თუნდაც საჯარო ტრანსპორტში, მეტროში, რომ საქართველოსთან რომ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ისტორიულად, არც კულტურულად, არც რაღაცა რელიგიურად, ეგეთი ხალხით ივსება ჩვენი ქვეყანა. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება სერიოზული პრობლემა.